შავი მთვარის ოპოზიციურ ნიშნებზე. რა არის ერთად ოპოზიციური ნიშნები შავი მთვარის? იცით, რომ შავი მთვარი ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი, ყველაზე დიდი შიშები, ყველაზე ღრმა კომპლექსები და ეს არის დაკავშირებული ჩვენს ცხოველურ ინსტინქტებს, რო ვეძახით ხოლმე, თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც ადამიანური, ბუნებრივი მდგომარეობა უბრალოდ ზომაზე მეტად როცა არის გააქტიურებული, მან შეიძლება სერიოზული ხელის შემშრელი ფაქტორიც გამოიწვიოს ჩვენ ცხოვრებაში, ანუ ხარისხი სერიოზულად გააფუჭოს ცხოვრების ეს. ამიტომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ასტროლოგია ზუსტად ამიტომ მიყვარს, რომ ისეთ ღრმა პროგრამებს აჩვენებს პირადი რუკა, რომელიც შეიძლება ადამიანმა იწლებიაროს ფსიქოლოგთან, იკლიოს, მაგრამ ამ შრეს ვერ მიაგნოს. და მინახავს აი ჰიპნოზეც ბევრი მისულა, რომელიც აი მერე ცდილობდნენ ხოლმე აი რუკასთან ერთად კიდევ უფრო ღრმად გაეცნობიერებინათ, რა ნახეს, რა იგრძნეს, იმიტომ რომ აი ეს ის დაფარული შრე არის, რომელიც ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ვაღიაროთ, მოდით ესე ვთქვათ. მაგრამ ნიშნავენ რა არის? ვთქვათ, უკვე გაერკვიეთ ასე თუ ისე ასტროლოგიაში. გაერკვიეთ იქ პლანეტები რას ნიშნავს, ფიქტიური წერტილები რას ნიშნავს, მფარველი ანგელოზი რას ნიშნავს და მიაგენით შავი მთვარის მდებარეობას, ხომ? და ეს ხშირად წერია, რომ ეს არის ფატალური, ეს არის საშიში ენერგია, ეს არის სერიოზული პრობლემების ენერგია, თუმცა მთლად ესე არ არის ხოლმე. ხა ჩემი გამოცდილებით გეტყვით. რაც უფრო მშვიდობიან გარემოში არის ადამიანი გაზრდილი, თქვათ, ოჯახი აქვს უკვე, რაღაც სტაბილური, ნორმალური გარემო, ოჯახური, ახალგაზრდობაც ნორმალური, ნაკლებად ეტყობათ ხოლმე მათ ესეთი შავი მთვარის დამანგრეველი ფაქტორი. ანუ შავი მთვარი ჩანს ჩვენ ცხოვრებაში, რაც უფრო ტრამვული გვაქვს ცხოვრება, რაც უფრო მძიმე დარტყმები მიიღო ადამიანმა, აი მძიმე გარემო ოჯახური, ან ეკონომიკური პრობლემები, ან სკოლის პერიოდში მძიმე ტრავმები იქნებოდა ეს გარემოდან თუ ოჯახიდან, აი ეს ყველაფერი აქტიურებს უფრო ჩვენს შავ მთვარეს. ტრავმას იღებს ადამიანი, ხო, ქვეცნობიერად და ფსიქოლოგიურად და შესაბამისად ეს უკვე შეიძლება უფრო გამოკვეთილად ჩანდეს, უფრო სერიოზული გავლენაც მოახდინოს შემდგომ გარემოზეც არა მარტო ჩვენ გვარტყმს შავი მთვარე, ჩვენს გარშემო ვინც არიან, მათაც ეხებათ ხოლმე. ამიტომ ძალიან მარტივი არის დანახვა ადამიანის, ვინც უფრო კარგად ერკვევა ასტროლოგიაში, აი რა შევხედავთ ადამიანს, უკვე ვიცით ხოლმე შავი მთვარეს ატყავს, აი მე პირადად ეგრევე ვხედავ ხოლმე, აი ორი სიტყვა მინდა ადამიანმა თქვას და უკვე ჩანს ენერგეტიკა